ვიდეოში გავცემ 5 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას აი ამის შესახებ. ყველას აინტერესებს რა არის, რა ღირს, რამდენით დადის, რამდენის გავლა შეუძლია მაქსიმალური და საერთოდ როგორ დავდივარ. უყურე ბოლომდე და გაიგებ ამ ყველაფერს. ეს არის მონოციკლი, ქართულად ესევე ეძახით, რომელიც მუშაობს გიროსკოპის სენსორით და მაგით იჭერს ბალანსს. ბევრი მეკითხება, როგორ იჭერ ბალანსს. ჩაულებრივად, როგორც ველოსიპედზე ისწავლე ტარება, როდესაც დაგჭირდა მაგისტრის პრაქტიკა, ზუსტად იგივე თემა, აქაც უბრალოდ უნდა ივარჯიშო და გამოგივა 1 საათის მერე, 2 საათის მერე, 15 წუთის მერე, ან 2 დღის მერე, მაგრამ ბოლოს პაინც ყველა ვარიანტში გამოგივა გავლა. მეორე ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის რამდენს გადის? კონკრეტულად ეს მოდელი არის დამწყების მოდელი. დაახლოებით გადის 40-50 კილომეტრს, ჩემ წონაზე 90 კილო ვარ, ეს სრული ეკიპირებით. მესამე ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის სიჩქარე რამდენი აქვს? ამას აქვს 35 კმ/სთ, მაგრამ მაღალი კლასის მოდელები დაახლოებით 100 კმ/სთ-საც კი აჭარბებენ, 135-მდე ავითარებენ. მეოთხე ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის აღმართზე ხო არ უჭერს ასვლა? ანუ მაგ კითხვაზე პასუხის ნაცვლად ჯობია გაჩვენონ. აი ხა ეს არის საკმაოდ მაღალი აღმართი, რასაც აქ უყურეთ. თავისუფლად საერთოდ არ იგრძნობა წინ აღმართის ასვლა. მეხუთე და ყველაზე მთავარი ხშირად დასმული კითხვა არის რა ღირს? ეს კონკრეტული მოდელი ღირს დაახლოებით $800 ეკვივალენტი ლარში. ყიდვის მომენტში ცოტა ბევრს იხდი, მაგრამ სამაგიეროდ თავისას ამართლებს. ყველანაირად ამართლებს. მე უკვე 2 წელია დავდივარ ამ მოწყობილობით. ეს პირადად კონკრეტულად ჩემი არ არის, ჩემი ძმის არის. მე უკვე მეორე მოდელი ვიყიდე, იმდენად მომეწონა და იმდენად პრაქტიკულია და რავი, ზოგადად რომ მეკითხებიან ხოლმე. ამ ვიდეოს ჩაწერის შინაარსიც ის იყო, რომ ხშულ ქუჩაში ძალიან ხშირად მაჩერებენ და მეკითხებიან რაღაცებს ხოლმე და მინდოდა რომ რაღაცნაირად რა თქმა უნდა ყველას კითხვას ვერ გავცემ პასუხს ეს ერთ ვიდეოში, მაგრამ მინდოდა რომ მეჩვენებინა და მომეყოლა რაღაცეები ამ მოწყობილობის. თავარი პლუსები არ ვიცი. ბევრია ძალიან რა დალევს. პატარა ზომა, სწრაფი აქსელერაცია, უცებ ჩქარდება, როგორც მანქანა მოპედი დაახლოებით ესე ჩქარდება ადგილიდან. აღმართი საერთოდ არ უჭერს. მაგალითად მანქანა თუ ყავს, შეგიძლია მანქანის საბარგულში ან თუნდაც სიდენიის უკან თავისუფლად ჩატიო, ისე რომ ადგილი თითქმის არ დაიკავოს. კორპუსში ბინაში ცოტა ადგილს იკავებს. მოსავლელად ძალიან მარტივია, არაფერი ცოტათი დეტალი არ აქვს საბურავის გარდა ფაქტიურად. რაც შეეხება გამოყენების სცენარებს, რაც შეგიძლია გამოიყენო. ნებისმიერ სიტუაციაში თუ ყავს მანქანა, მაგ შემთხვევაში იდეალურია, თუ არ ყავს მანქანა და მეტროდან მოშორებით ცხოვრობ და მეტროთი ხშირად სარგებლობენ ავტობუსით, მაგ შემთხვევაში იდეალურია სახლიდან პირდაპირ გამოხვალ, როგორც ვიდეოს დასაწყისში ნახე. დადგები, ვიგორდები გაჩერებამდე ან მეტრომდე. ჩაჯდები მეტროში. წახვალ, ამოხვალ სადგურზე საპირებრო ამოხვიდე და ისევ გააგრძელებ ამითი სწრაფად გზას. ამ მოწყობილობის გამოყენება შეუძლია 4 წლიდან ზემოთ ნებისმიერ ადამიანს არ მოითხოვს რამე განსაკუთრებულ უნარებს ამის მართვის სწავლა, უბრალოდ ვარჯიში ჭირდება და მეტი არაფერი. ასევე ხშირად მეკითხებიან საჭიროა თუ არა ამდენი ეკიპირება რაც მე მაცვია. ეხა არა, ეს ჩემი პირადი არჩევანია, უბრალოდ უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა, მე ასე ვფიქრობ. და ნებისმიერსაც ესე ურჩევ ჩემს გარშემო ადამიანებს, რადგან დაზღვეული არავინ არაფრისგან არ ვართ, არც ტაქსებისგან, არც მანქანის დაჯახებისგან და ასე შემდეგ. შესაბამისად, რაც მეტი ეკიპირება გეცემა ნებისმიერ ტრანსპორტზე, შენი უსაფრთხოებისთვის უკეთესია. ეს არის და ეს მეტი არაფერი. დამატებით თუ რამე კითხვები გაქვს, დამიწერე კომენტარებში და ვეცდები უპასუხო.